Yamaha-მ ამერიკულ კრუიზერებზე მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში ამერიკაში განსაკუთრებულად პოპულარული იყო დიდი მძიმე ხმაურიანი მოტოციკლები. 1991 წელს Yamaha-მ გამოუშვა პირველი დიდი სერიის კრუიზერი, Yamaha Virago. Virago იმ დროისთვის ძალიან განსხვავებული იყო. V-ტიპის ძრავი, დაბალი დასაჯდომი, კომფორტული მართვა და ამერიკული სტილის ვიზუალი. სწორედ Virago გახდა საფუძველი იმისა, რასაც Yamaha მომავალში შექმნიდა. 1990-იან წლებში ამერიკაში ჩოპერების კულტურა აფეთქდა. ბაიკერები ცდილობდნენ საკუთარი მოტოციკლები განსაკუთრებული გაეხადათ. გრძელი წინა ჩანგლები, ფართო საბურავით, დაბალი ჩარჩოთი და ძლიერი ძრავებით. მაგრამ იაპონურმა კომპანიებმა, Yamaha-მ, Honda-მ, Suzuki-მ და Kawasaki-მ დაინახეს, რომ ხალხს მსგავსი სტილი უფრო იაფად და საიმედოდ მიაჩნდა. 2000-იანების დასაწყისში Yamaha-მ შექმნა სპეციალური მიმართულება Star Motorcycles. ეს იყო Yamaha-ს კრუიზერების ცალკე ხაზი ამერიკული ბაზრისთვის. მათი მიზანი იყო შეექმნათ ძლიერი კრუიზერები ამერიკული სტილით, მაგრამ იაპონური ტექნოლოგიითა და გამძლეობით. 2002-2005 დიდი ძრავების ეპოქა. ამ წლებში Yamaha-მ დაიწყო უფრო და უფრო ძლიერი კრუიზერების გამოშვება. გამოვიდა Roadster, Warrior, Midnight Star. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო Yamaha Warrior. უკვე უფრო სპორტული და აგრესიული იყო. სწორედ ამ მოდელზე მიღებული გამოცდილება გახდა რაიდერის საფუძველი. 2008 წელს Yamaha-მ ოფიციალურად წარადგინა Yamaha XV1900 რაიდერი. იმ პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ქარხნული ჩოპერი იყო. რა ჰქონდა განსაკუთრებული? 1854 კუბური სანტიმეტრის უზარმაზარი ძრავი, გრძელი და დაბალი დიზაინი, ფართო უკანა საბურავი, ძლიერი აჩქარება და გამორჩეული ხმა. Yamaha-მ სპეციალურად გააკეთა ისეთი ფორმა, თითქოს მოტოციკლი სახელოსნოში ხელით იყო აწყობილი. რატომ იყო რაიდერი განსხვავებული? იმ დროს ბევრი დიდი კრუიზერი ძალიან მძიმე იყო, ცუდად უხვევდა და მხოლოდ 7 სეირნობისთვის გამოდგებოდა. რაიდერი კი ცდილობდა ძლიერი ძალა, უკეთესი მართვა და სპორტული შეგრძნება ერთად ჰქონოდა. მის ჩარჩოში ალუმინის ელემენტებიც გამოიყენეს, რაც იმ დროისთვის იშვიათი იყო. როცა რაიდერი გამოვიდა, ამერიკელმა ბაიკერებმა დიდი ყურადღება მიაქციეს. ბევრი ამბობდა, ეს მოტოციკლი ქარხნული ჩოპერია, ეს ძალიან დიდი შეფასება იყო. რადგან იმ დროს ნამდვილი ჩოპერა ძირითადად ხელით აწყობილი მოდელებს მიიჩნევდნენ, 2010-იან წლებში რაიდერი უკვე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონური დიდი კრუიზერად ითვლებოდა. მისი პოპულარობის მიზეზები იყო გამორჩეული გარეგნობა, ძლიერი ძრავი, გამძლეობა და უნიკალური ხმა. ბევრი მფლობელი მას საკუთარ სტილზე აწყობდა. სხვა საჭე, სხვა გამონაბოლქვი, განათებები და ასე შემდეგ რა. რატომ უყვართ დღესაც? დღეს რაიდერი უკვე იშვიათია, მაგრამ ვინც ფლობს ხშირად არყიდის. ინახავს როგორც განსაკუთრებულ მოტოციკლს და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალური იაპონური ჩოპერად ითვლება. მოკლე შეჯამება რომ გავაკეთოთ, რაიდერის ისტორია 1980-იან წლებში დაიწყო, როცა Yamaha ამერიკული კრუიზერების სამყაროში შევიდა. 2008 წელს კი შექმნეს მოტოციკლი, რომელმაც ქარხნული ჩოპერის სახელი მიიღო და ისტორია სამუდამოდ შეცვალა. მოგესალმებით მეგობრებო, მე სერგი ვარ და ეს არის ჩემი მოტოლოგი. დღეს კი დადგა ის დრო, რომ ჩემი ცოფიანი ლამაზმანი გადავიღო. ორიოდე სიტყვით შევეხოთ მის ვიზუალს, ძალიან ბევრია ეხლა მის ვიზუალზე სალაპარაკო, იმიტომ რომ სრულიად სრულყოფილებაა რა, სრულყოფილი ქმნილებაა, მაგრამ ეხლა მე რო ეს დავიწყო და დეტალურად ყველაფერი ვილაპარაკო, არ მეყოფა მთელი, რავი, 1 საათიანი ვიდეო. ამიტომ მოკლედ შევეხოთ. გვაქვს ულამაზესი კრილო. ასევე ფეიდინგი, რომელიც მე თვითონ დავბურე და უფრო ვიზუალში ჩაჟდა, ეს რა ვთქვა და ბრუტალური გახდა. ქრომირებული ფარი, კობრას გამშვები, უკომფორტულესი სავარძელი, რომელიც უზრუნველყოფს შორ რაიდზე კომფორტულ გადაადგილებას, ასევე არანაკლებ წინა სავარძელს და უკანა გვზარვისთვისაც ძალიან კომფორტული სავარძელია, თავისი ლამაზი კომფორტული სისიბარით
გვიყენია კურიაკინის ქრომირებული სარკეები და აი საერთო ჯამში, აი რო შევაჯამოთ და რო ვთქვათ, მიკერძოებული გამომივა ეხლა ბევრი რო ვილაპარაკო, იმიტომ რომ ჩემი მოტოა და შესაბამისად გიждები ამაზე ის ემოცას რა. სრულყოფილებაა რა ერთი სიტყვით რა. ჩემთვის მოტოციკლეტი და კრუიზერი ასოცირდება აი ამასთან. გვაქვს გრძელი ჩანგლები, რაც იმის შეგრძნებას იწვევს, რომ ტრასაზე ხარ გადაწელილი. ასევე წინ გვაქვს 21-იანი დისკი, თავისი კამერის გარეშე საბურავით, без კამერნებს რასაც ეძახი. მოდი არ გვინდა რუსულის დედა ასვალზე ხარ გადაწელილი. ასევე წინ გვაქვს 21-იანი დისკი, უკან 18-იანი დისკი, რაც შეეხება ჩვენს ულამაზეს საჭეს. როდესაც ჩამომივიდა, საჭე ქონდა დაზიანებული და თან გამოვიყენე მდგომარეობა ესე რომ ვთქვათ და საჭე შევცვალე და ქარხნულისგან განსხვავებით ცოტა სწორი ვიზუალის საჭე დავაყენე. იდეაში მე წინა ვიდეოებშიც მაქვს ნახსენები რომ მაღალი საჭე, კომფორტულია ჩემთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ მოდელს მაღალი საჭე საერთოდ არ უხდება რა და რატომღაც ამ საჭეზე შევაჩერე არჩევანი საერთოდ ჯამში მისი ეს განიერი ტრაკი და ამ საჭემ მომცა ერთიანობა რაღაცა ისეთის რომ აი ბრუტალური მოტო გაიჩნდა რა. რაც შეეხება ჩვენს კურიაკინებს, ერთი შეხედვით ჩანს რომ პატარაა, მაგრამ პრაქტიკაში საკმაოდ კარგად გამოსაყენებელია და რაც დასანახია ყველაფერს შეგიძლია დაინახო რა. არ აქვს ხედველობის პრობლემა ამის თქმა მინდა რა. ასევე ფეხის დასადები, პეგები ვიზუალიდან გამომდინარე ავორჩიე რომ ქრომში ჩამჯდარიყო და თემიდან არამოვარდნილი იყო და საკმაოდ კომფორტულია ესეც. მოკლედ რო ვთქვათ, როგორც ხედავთ, ეს მოტოციკლი არის ქრომის გროვა და მე რა მინდა რომ უთხრა პირობითად აი დამწყე ბაიკერებს. როდესაც ჩამოიყვანთ მოტოციკლს ან გადაწყვიტავთ რომ აქ ააწყოთ რაღაც პროექტი, ყველაფერი ეცადეთ რომ იყოს ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანილი. ასევე უკანა მუხრუჭის სტოპი მაქვს შეცვლილი, აყენია ჩაშენებული სტოპი, რას ნიშნავს ახლა ჩაშენებული. ქარხნულს მოყვება ჩვეულებრივად დამატებით სიმციმები, მაგრამ მე რაღაცომღაც არ მომწონდა ეგრე რაღაც ბაყაყივით გამოშვერილი სიმციმები და სტოპი არის, რომელიც ანათებს კიდევას მუხრუჭზე და ასევე მოხვევით სიმციმებით შეგნით აქვს მაშუქში ჩაშენებული. საერთოდ ჯამში რო შევაჯამოთ და ძალიან ისე მიკერძოებული რო არ გამოვიდე, რომ ჩემი ბაიკია და ვაქე და ვადიდე, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ. ძალიან ლამაზი მოტოციკლია, უნაკლო მოტოციკლია, ესე რომ ვთქვათ, და საერთოდ ჯამში გაძლევს იმის შეგრძნებას, რომ რაღაც ბრუტალურზე და ულამაზესზე ზიხარ. სადაც არ უნდა მიხვიდე, აბსოლუტურად ყველას ყურადღებას მიიქცევ. ბაიკერის, თუნდაც ბავშვის, ქალის, მოხუცის არ აქვს მაგას მნიშვნელობა. ყველა მიცის რომ რაღაც ლამაზზე ზიხარ. გადავიდეთ ჩემი სოფიანის ტექნიკურ მახასიათებლებზე, ორი სიტყვით მაგასაც შევეხოთ. ძრავი გვაქვს 1854 კუბური მეტრი სანტიმეტრის. გადაცემა გვაქვს 5 სიჩქარიანი, ასევე გადაცემა მიმდინარეობს ღვედის საშუალებით. რაც შეეხება საწვავის აუზს. საწვავის აუზი საკმაოდ ნორმალური ზომის არის და რო გადაავსებ ჩადის 15 ლიტრის საწვავი. 100 კილომეტრზე ტრასაზე საშუალოდ მოიხმარს 4 ლიტრანახევრიდან 5 ლიტრამდე საწვავს. ჩვენი მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე არის 220 კმ/სთ სიჩქარე. მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე არის კარგ მდგომარეობაში $10,000. რაც შეეხება მის გამოშვების წლებს, 2008 წლიდან იწარმოებოდა 2017 წლამდე. მერე უკვე სამწუხაროდ გააჩერეს და აღარ განავითარეს ძრავის კუბატურა და ვიზუალი და ასე შემდეგ. რაც შეეხება წლოვანებაში ცვლილებებს, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, 2008 წელში რაც დაიწყეს, იგივე იწარმოებოდა 2017-მდე, რაღაც ელემენტარულებს თუ არ ჩავთვლით, შედარებით ცეპლენია დაარბილეს, რაც უფრო წლები გაიზარდა, კარობკაში რაღაც მინიმალური შეცვალეს, მაგრამ რამე ისეთი განსაკუთრებული, რომ ხაზი გაუსვათ და ვილაპარაკოთ, არაფერი არ შეუცვლიათ. რაც იყო 2008-ში,
ის დამთავრდა 2017-ში. ასევე, როდესაც ეს ჩემი მოტოციკლი ჩამოვიყვანე, დამხვდა სიურპრიზი რა. აღმოჩნდა, რომ ჩამოყვა გაკეთებული კომპიუტერი, ანუ პროგრამულად გაძლიერებული, ესე რომ ვთქვათ რა. რო გავაკეთოთ ეხა შედარება. მარტივად რო აგიხსნათ, თუ საშუალოდ ქარხნულ რაიდერს აქვს 100 ცხენი ძალა, პირობითად ეხა მე ამ პროგრამით მაქვს 130 ცხენი ძალა. საკმაოდ სწრაფი კრუიზერია და პრეტენზია მაქვს ნებისმიერთან, ნებისმიერი კუბატურის კრუიზერთან, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, მე ღია ვარ, ყველას დაგიმტკიცოთ ამის ძალა. ასე რომ ეგ პლუსით ჩამოყვა მოკლედ ესე რომ ვთქვათ რა. გადავიდეთ ჩვენი ლამაზმანის უარყოფით მხარეებზეც. კი, ჩემი მოტოა, მაგრამ რაც ნაკლია უნდა ვთქვათ, ჩვეულებრივად ეს კიდე მოვიდა. რა შევი? ბიჭო, ნახე. მე ჩალიჩები სულ ძმა მოტოს წართმევას. წინა ეპიზოდშიც ვერ წამოვთ. ეხლა რა გინდა ძმა მითხრა. გადავწყვიტო რომ შეურაცხყოფა აღარ მოგაყენო, აღარ შევიგინო და აღარ ვიძალოდო მოკლედ ვთქვათ რა და დამტოვე ძალიან გთხოვ რა. ვერ წამართვე, დამტოვე. ეხლა მაინც შეგაგინებ. დამტოვე. დავაი, მიდი, წადი ჩუმიკო, წადი ჩემო სიცოცხლე. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ნახე. ამ მოდელებს უარყოფითი მხარე აქვს, სტარტერი რა, რითიც იგოქება მოტოციკლი, ხა სტარტერი ყველა ვიცით რა. ხშირ შემთხვევაში ფუჭება დიეგ სტარტერი. ასევე მისი წონა დამწყები ბაიკერებისთვის ნაკლებად მანევრირებადია ვიწრო ქუჩებში და ასევე რაც შეეხება მის საკისრებს, პაჩევნიკებს, ეგრეთ წოდებულ ცაპკის პაჩევნის. ხშირია მისი გაზიანების შემთხვევა. ნუ აი ეს სამი რაღაც გავიყვანოთ უარყოფით მხარეებში. მეტი ისეთი რამე არაფერი არ აქვს. პირიქით იმდენი დადებითი აქვს, რომ აი ეს სამი რაღაცაც რო გამახსენდა, წამაგარია რა. მოხოთინი მოთქნა. რა არის ბიჭო ეს? ჩუმო. შენია? შენია? გაგიტესტო? აх, ჩემი. ეხა დღეს არ მცალია შემოჩუმო რა, აგერ ჩემ მოტოციკლს ტესტავ და მე შემდეგში გავტესტო შენი კვადრო. ამდენ კუბიანი. ყველა გაასწრებ ხო? დებია შენი სამზვა. მიდი მოგაზე ხელს მიშ. მიდი დავაი, მიდი წადი ჩუმო და შემდეგში გავტესტო შენი კვადროციკლს. რა კიჟი კაცი. მოკლედ, რო შევაჯამოთ ჩვენი ლამაზმანი, თუ გინდა განსხვავებული და ბრუტალური მოტო გყავდეს, თუ გინდა რომ ყველგან შემჩნევადი ტიპი იყო, რაიდერი შენთვის. გამოიწერე ჩვენი არხი, დაგვალაიქე, დაგვიწერე კომენტარები და ზაზე შევხვდით. სიახლე მეგობრებო, მოკლედ, თუ ესეთი ლამაზი ტრანსპორტი მოგწონთ, ჩვენი ჯიგრები, ჩვენი მეგობრები Green-Cargo ავტოიმპორტი, დაგეხმარებათ ამათ ჩამოყვანაში. ძალიან კაი ხალხია, ძალიან მეგობრული ხალხია, მაგარი გარემო აქვთ, მაგარი ფასები აქვთ, რაც თავარია და ყველაზე მაგარი რატოს ვაფასებ. იციან ზმაკაცო, რაში გამოიხატება ეხლა ნახე, არის კომპანიები, მე არ ვეხები ეხლა კონკრეტულად არავის, მაგრამ ზოგადად არის კომპანიები, პროსტა გამოგიწერენ და всё, ნახო ეგრე არ ხდება, ხო ხდები? ეს ბიჭები როგორც დაგეხმარებიან ყიდვაში, ასევე დაგეხმარებიან თავისთავად ჩამოყვანაში, დაგეხმარებიან ევაკუატორითაც თუ დაგჭირდებათ, ფოდში დახვდებიან, თავის ევაკუატორით ჩამოიყვანენ და აქაც არ განებებენ თავს რა, თუ დაგჭირდება გაკეთება, სახელოსნოც აქვს და ბოლომდე გაგაკეთებინებენ, ჩაგიტარებენ სერვისს. ანუ პირველი ყიდვიდან პირველ დაქოქვამდე შენ გვერდით არიან რა. ასე რომ ვისაც დაგჭირდებათ Green-Cargo ავტოიმპორტი მოინიშნეთ, მიწერეთ, შეეხმიანეთ და ყველაფერში თქვენ გვერდით იქნებიან თავიდან ბოლომდე რა. I came from the mud, there's dirt on my hands, strong like a tree, there's roots where I stand. Oh, I've been running from the law,
catch me howling at the moon.